ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დღევანდელი სახით სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს 2010 წლის ოქტომბერში. მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულ შესთავაზოს, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებმა განიხილონ, ხოლო თუ ბრალდებული უარს არ იტყვის, საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ხდება. ბრალდებულს აქვს უფლება და არა ვალდებულება აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, თუ მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გარშემოებაში ხდება. მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს, თუ რა კანონიერ საფუძვლებს უნდა დააყენონ ვერდიქტი, ნაფიცი მსაჯულები მოსამართლის მსგავსად ვალდებულნი არიან, რომ კანონის მოთხოვნებს დაემორჩილონ. ნაფიც მსაჯულთა მიერ მისაღებ ვერდიქტს ობიექტურობის კუთხით საფრთხე რომ არ შეექმნას, ნაფიც მსაჯულთა თათბირის საიდუმლოა და არავის აქვს უფლება მათთან ერთად სათათბირო ოთახში ყოფნის. ნაფიც მსაჯულებს გამოაქვთ მხოლოდ ვერდიქტი, სასჯელის საკითხს კი მოსამართლე წყვეტს. ამის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულები მონაწილეობენ, თუ არც ერთი მხარე უარს არ განაცხადებს. საქართველოში ნაფიც მსაჯულები არ ასაბუთებენ ვერდიქტს ამერიკისა და ინგლისის მსგავსად, არც მოსამართლეს აქვს ვალდებულება ამ ვერდიქტზე დაყრდნობით განაჩენი დაასაბუთოს, დასაბუთება ეხება მხოლოდ სასჯელის ნაწილს. ჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მიღებული განაჩენი ერთჯერადად საკასაციო წესით. მას არ შეუძლია სააპელაციო საჩივრის შეტანა. საჩივრება ეხება მხოლოდ გამამტყუნებელ განაჩენს. აღსანიშნავია ის, რომ ქვეყნების უმეტესობაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 ნაფიცი მსაჯულისგან, რომელთა ასაკი 18-დან 70 წლამდე მერყეობს.